სულ კონფლიქტში ვართ, სულ აზრთა სხვადასხვაობაში ვართ და ეს ყველაფერი მოიტანა რამ არ ვიცი, ამაზე მგონი ყველა უნდა დავფიქრდეთ და მივხვდეთ, რომ რაღაცა საფიქრალია, საერთოდ რა ხდება და რატო ვართ ოჯახის წევრებიდან დაწყებული უკიდურეს წერტილში, სადღაც მსოფლიოს ბოლო წერტილში დაპირისპირებული ადამიანებთან, რა. მონაწილეობენ გიორგი შარვაშიძე. ალ პაჩინოს რო იმაში ნათლი მამაში მესამე სერიაში ბოლოს რეაქცია რო აქვს, ხო ის შვილი რო უკვდება და აი რო ხავის, იქ ანუ არც სიტყვა არ არის, არაფერი აღარ არის რა, არაფერი აღარ რჩება, აი რა უნდა გააკეთო ვერ ხვდები. აი ზუსტად ეგეთ შეგრძნება მაქვს, რომ ეხლა არის თეატრის ხავილის, აი თეატრი რაღაცა ჩუმად ისე ყვირის, რომ თითქოს არ ესმით ადამიანებს, მაგრამ ეს ძალიან მტკივნეულია რა, რასაც ცდილობს, რომ თეატრმა რაღაც გამოხატოს. არ მithქვა ამ საქამდე არავისთან და არც მქონია საშუალება რომ ჩამეწერა, მაგრამ ამ დროს უძღვნი ამ სპექტაკლს და ყველა პოლიტპატიმარს უძღვნი რა. და პირველად მომიწია ის, რომ ჩემ ცხოვრებაში დადგა მომენტი, როცა ჩვენ ერთი პროფესიის ადამიანები ერთად ვიდექით სცენაზე, ძალიან კარგად ვიცნობდით ერთმანეთს, ძალიან ბევრ აქციაზე თქვენთანაც მახსოვს მაღაროველების აქცია რო იყო, ანდრო ღამის 4 საათზე, რაღაც ღამის საძილე ტომრებით მომარაგება, ყველაფერი ამას ჩართული იყო და როცა კარგად იცნობ ადამიანს და ბოლომდე ხვდები რა აბსურდია მისი ამ მდგომარეობაში ყოფნა. დაგროვებული რაც მქონდა თავში და გულში, რაღაცნაირად შევეცადე, რომ ამ სპექტაკლში ეს ყველაფერი ხატრული ფორმით გამეერთიანებინა. რამდენად გამოვიდა, არ ვიცი, მაყურებელს უნდა ვკითხოთ. ჩემი გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ რაც მაწუხებდა, იმაზე საუბარი შევძელი იმ ენით, რომელი ენითაც საუბარი უკეთ გამოდის. ყველასთან მივა რა სისტემა რა, ყველასთან, აი რა როგორი თუ მაყურებელი მოვა ამ სპექტაკლს ნახავს, რაღაც მომენტში ალბათ ისინიც უშვებენ, რომ 1% არსებობს, მაგრამ ის 1% ხშირად ადამიანების ცხოვრებაში არარეალურად ჩანს ხოლმე რა. მაგრამ რო დაფიქრდე, ის 1%-იც პროცენტია და იმსახურებს ყურადღების მიქცევას. ამიტომ ყველა მოქალაქეს მგონია, რომ რაღაცნაირად გააზრება უნდა კონდეს იმის და შეგრძნება, რომ ადრე თუ გვიან რაღაც ფორმით თუ ესე გაგრძელდა, ანუ მე თუ არ დამიჭერენ ჩემი ღმერთმა დამიფაროს და ჩემი ოჯახის წევრი და ეხლა ჩვენი მეგობრები რო არიან დაჭერილები, ეს ხო ძალიან მტკივნეულია. ღამე რომ მე ჩემ შვილს ვეხუტები 4 წლის ბავშვს და ზუსტად ვიცი რომ ზუსტად ჩემნაირად უდანაშაულო ადამიანი როგორც მეც ვიდექი აქციებზე და მეც ყოფილვარ იქ და ყველაფერში ჩართული ვიყავი და უბრალოდ შემთხვევითობის პრინციპით ის მოხდა ეხლა იმ მდგომარეობაში თავის შვილთან რო ვერ არის ხო ეს ხო ჩემთვის ძალიან მტკივნეულია ყოველ დღე ამას ხო გაძლება უნდა ხო ის ადამიანის ტრაგედია რამხელა არის და ჩვენს რამხელა ტრავმაში ვართ ხო რომ ამას უყურებთ რა და რაღაცნაირად ეგ მგონია რომ ეს სპექტაკლი მაგის მანიშნებელი და მაგის ეგ სიგნალია რომ რაღაცნაირად არ მივატოვოთ ერთმანეთი რა ძალიან საჭირო იყო თეატრის გახსნა ძალიან საჭირო იყო საუბარი და ფუნქცია ის რომ თეატრმა იარსებობს და ყოველთვის თქვას ის რაც აწუხებს რა ყველანაირი დემაგოგიის და ყველანაირი მოწოდებების და იმის გარეშე რა ვისარგებლებ შემთხვევით და სამფობნის თეატრს და თემურ ჩხეიძის სახელოსნოს გამოუცხადებს სოლიდარობას, იმიტომ რომ თემურ ჩხეიძის სახელოსნოს დახურვა სამწუხარო ფაქტი არის. ასევე სოლიდარობა მინდა გამოუცხადო ახალ თეატრს, რომელიც უფუნქციობის მიზეზის საბაბით დახურეს და უკვე 2 თვეა რეალურად გასული, რაც თეატრი ნამდვილად უფუნქციო გახდა ამ გადაწყვეტილებით. ცოტა სასასილოდ ჟღერს, მაგრამ ესე საჭიროდ ჩემი თავის სცენაზე არასდროს არ მიგრძვნია რა. ესე სავსე რაღაც მხრივ, იმით რომ მართლა გჭირდება შენ რაღაცა რომ თქვა და მართლა გყავს ვიღაც გონებაში
ვისაც გინდა რომ რაღაცნაირად თანაუგრძნო მისი მდგომ პრინციპში რა არის თეატრი, ხო? ეხლა ჩვენ აქ რასაც ვაკეთებთ, არის ის, რომ სცენას ავსახავთ, როგორ შეიძლება უდანაშაულო ადამიანი სისტემა მისე მოაქციოს კლანჭებში, რომ აი არ ვიცი რა, ვერაფერს ვერ აკეთებდეს ვერავინ. კაფკას რომანში პროცესი აღწერილი სიუჟეტი და ამბავი ძალიან გავს იმ რეალობას, რა რეალობაშიც ჩვენ დღეს გვიწევს ცხოვრება. დეკემბერში დავიწყე ტექსტზე მუშაობა და ინსპირაცია ზუსტად ეს იყო. აბსურდი რა არის, აბსურდს გიკეთებენ, იმიტომ რომ დაგაბნიონ. ანუ იმდენად შოკში ვარდები, რომ აი ეგ რეაქცია გიზღუდავს უკვე ყველანაირ მსჯელობის საშუალებას რა. ანუ მორჩა, აბსურდულია ის რაც ხდება და ამიტომ გაშეშებული ხარ, აი გაყინული ხარ რა. და სამართალმა უნდა იზეიმოს რა, ამის მჯერა, ამის რო არ მჯეროდეს, ამ ქვეყანაში არ გავჩერდებოდი და ხშირად მიფიქრია ხოლმე წასვლაზე, იმიტომ რომ თითქოს ვერ ვხედავ ჩემ თავს, თითქოს ვერ ვარ ფუნქციური, იმიტომ რომ მიწევს რაღაცებს შევეგუო, მაგრამ წასვლა მგონია რომ ძალიან მარტივი გამოსავალია და რავი, აქ დავრჩები იქამდე, სადამდეც მექნება იმის იმედი, რომ ჩვენი საზოგადოება, ქართული საზოგადოება უსამართლობას და ჩაგვრას არ შეეგუება. ძალიან გვიჭირს ამ საუკუნეში დაჯერება იმის, რომ გულწრფელად ადამიანები სამშობლოს გამო რაღაცას აკეთებენ, მაგრამ აკეთებენ რა, შეიძლება ვიღაცის ტვინი ვერ წდება მაგას, რომ სამშობლოს გამო როგორ მაგათმა სამშობლო რა იციან, ეგრე ამბობენ ხოლმე, იმიტომ რომ ალბათ თვითონ უჭირს ამის გააზრება ამ ეტაპზე. იმედი მაქვს გაიაზრებს მაგას, რომ შეიძლება ხო 20 წლის ბიჭი, 21 წლის ბიჭი, რომელსაც ჯოხის მოქნევის გამო ეხლა უკარგეს წლებს ციხეში ატარებინებენ, ხო სამშობლოს გამო შეიძლება იყო იქ იმ დროს და რაღაცა გაუაზრებელ ქმედებას აკეთებდა ისეც, რაც წამის ის არის, მეც ყოფილი ვარ მაგ მომენტს და არ გამოურიცხავდი, რომ მეც მომექნია ზუსტად ნებისმიერ და ვინ იტყვის, რომ არა, ღამე რო გაქვს გადათენებული და ამდენი ხანი აქციაზე რო დგახარ, მეც მოვიქნევდი, კი შეიძლება ეგეთ რაღაცა ყოფილიყო. ყველაფერს აქვს დასასრული, უბრალოდ დრო ჭირდება რა და ალბათ მივალ და აი ყველაზე ძალიან მინდა რომ როგორც საზოგადოება აი ეს მართლა ამაზე ფსკერი არ ვიცი, აქ უფრო ქვევით აღარ წავიდე და როგორც საზოგადოება რაღაცნაირად შევდგეთ რა, იმიტომ რომ გონია რომ მაგის რესურსი გვაქვს. უკაცრავად? დიახ. ქალბატონო პროკურორი. სავარაუდოდ ციხეში მაუწყებელს არ აჩვენებენ, იმიტომ რომ ონლაინ მედია არის, მაგრამ მაინც ამ დროს და ყველა იმ ადამიანს, ვინც უსამართლოდ არის დაჭერილი, სოლიდარობას გამოუცხადებ აქედან და ხრეობას უსურვებ და მალე შევხვდებით ერთმანეთს. და ეს ფსკერი რაც გვაქვს ახლა ადამიანის ცხოვრებაში ხო, რომ აი ფსკერი უნდა ნახოს, რომ ფეხი დაარტყას და ზევით ამოვიდეს. გონია რომ საზოგადოების აი ფსკერია ახლა და რაღაცნაირად ყველამ ერთად უნდა მოვახერხოთ, რომ ზევით ამოვყვინთოთ, ამოვისუნთქოთ, შევხედოთ ერთმანეთს, დაველაპარაკოთ და მე რაღაცნაირად მოვრიგდეთ იმაზე, რომ ერთად უნდა ვიცხოვროთ, ერთად უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება და იქნებ რამენაირად რაღაცები დავთმოთ რა და ესე რქებით არ შევასკდეთ ერთმანეთს, რომ გადავრჩეთ. სხვა არაფერი რა.